საღამომშვიდობისა, მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ღამის ამბებს. დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად ამ ეთერს ხუთშაბათ დღეს უძღვებით მე ვახოსანაია და თამარ ჩერგოლეიშვილი. საღამომშვიდობისა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ძალიან მძიმე თემაზე საუბრით, ეს არის ირაკლი კვარაცხელიას საკითხი ამჯერად კიდევ ერთი მსხვერპლი ოკუპაციის და უნდა დავიწყოთ სამძიმრით, ბუნებრივია, მიუსამძიმროთ მის ოჯახს და ალბათ მთელ ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ პერიოდულად გვიწევს ამ თემებზე საუბარი ძალიან ტრაგიკულ ფაქტებზე და დღესაც გვყავს კიდევ ერთი მსხვერპლი, რომელიც ოკუპაციას შეეწირა. ბუნებრივია, უერთდები ვახოს სამძიმარს, ეს ოჯახს ადამიანს ვერ გაუცოცხლებს, მაგრამ სხვა ამ ეტაპზე ჩვენ არაფერი დაგვჩენია, სამწუხაროდ სუიციდი იყო. ჩვენთვის ყველასთვის გაურკვეველ ვითარებაში თავი ჩამოიხრჩო. ასე უთხრა ირაკლი კვარაცხელიას შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა კურატორმა დაურკვევემ პირველ არხს. ცხედრის დროულად გადმოცემაზე გაამახვილა ყურადღება ქალბატონმა ციხელაშვილმაც, მინისტრმა შერიგების საკითხებში ისევე ესე ქვია, აღარ მახსოვს ზუსტად რა დაარქვეს მაგ სამინისტროს ამჯერად და საგულისხმოა ცუდად მომხვდა ძალიან ეს ცხედრის დროულად გადმოცემა, როგორც ერთგვარი მიღწევას თითქოს აი ესე გაუსვა ხაზი, იმიტომ რომ მე მახსენდება გიორგი კვირიკაშვილის წერილი აი წინა ტრაგიკული მკვლელობის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე, როდესაც მან არ ვიცი, გახსოვს ალბათ, ყველას ახსოვს ალბათ ეს წერილი, რამაც ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი პროტესტის გამოხატვის ნაცვლად ცხედარს ეხვეწებოდა რუსეთის ამან დატოვა ძალიან დამთრგუნველი და რაღაც ისეთი უსუსურობის განცდა თვითონ სახელმწიფოსი, იმიტომ რომ ჩვენ ამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს და მიზეზი რის გამოც დაგვატყდა ყველამ კარგად ვიცით და ამ დროს მართლა აი ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ აი იქნებ ცხედარი მაინც მოგცე და ეს ძალიან ტრაგიკულია ამ ყველაფერში, ეს შტრიხი, ეს ამბავი, რომ ამაზე გვიწევს ლაპარაკი შემდეგ, რომ აი ცხედარი მაინც მოგვეცი და ტატუნაშვილის საკითხი გვახსოვს, რამდენი დღე გაჭიანურდა ეს ყველაფერი. კი, და ამას გარდა არსებობდა უკვე 4-ზორიას საკითხი, რომელიც 4-ზორიას მკვლელობა, რომელიც საერთოდ კამერების თვალწინ ჩაწერილი არსებობს და იდენტიფიცირებულია ის ადამიანი, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა და ამის მერე განსაკუთრებით და ჩემთვის აი ძალიან საგულისხმო იყო თვითონ საზოგადოებრივ აზრზე დაკვირვება, იმიტომ რომ რეალურად როდესაც კვირიკაშვილის წერილი წავიკითხე, განსხვავებული დიდად იმისგან, რასაც ქართული ოცნება მანამდე საუბრობდა გინდა წინა საარჩევნო პროგრამაში 2012 წლიდან 2016 წლამდე, იმ წერილში ჩემთვის არაფერი ეწერა, იმიტომ რომ მე თავიდანვე როგორც ჩანს წინასწარი განწყობა მქონდა ქართული ოცნების მიმართ და მოსახლეობას მაშინ მახსოვს, რომ აი ძალიან დიდი პროტესტის ტალღამ გადაუარა, იმიტომ რომ თავისთავად აი ამ ცინიკურ მკვლელობასთან ერთად თანდართული ეს წერილი როგორც ჩანს საზოგადოებრივი აზრის გარდამტეხი აღმოჩნდა და მას მერე თუ დავაკვირდებით რუსეთთან, როგორ თქვა, პრორუსულობა გაცილებით უფრო მძიმე კომპრომატად იქცა, ვიდრე ეს მანამდე. თამარ, რატო ხდება ეს? ერთი მხრივ აი ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ, ვისაუბროთ, თქვა საქართველოს-რუსეთის ურთიერთობაზე, რაღაც გლობალურად შევხედოთ პოლიტიკას და პრობლემას, მაგრამ როგორც კი იდენტიფიცირება ხდება კონკრეტულ ადამიანთან, კონკრეტული ოჯახის ტრაგედიასთან და ადამიანები ხო გრძნობენ, ახლა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაეუფლოს განცდა, რომ ესე იგი ეს შეიძლება მე დამემართოს, ჩემს ახლობელს დაემართოს, ჩემს ნათესავს დაემართოს, ვინც იმ ტერიტორიასთან ახლოს მოძრაობს, ან ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ხედავდნენ ადამიანები, რომ ოჯახი ითხოვდა თავისი შვილის ცხედრის გადმოცემას და სახელმწიფო ამ დროს პრაქტიკულად ამას ვერ აკეთებდა და ეს გაიწელა, გაჭიანურდა დღეების განმავლობაში და ამას ყოველ დღე ეკრანზე ხედავდა. ყველაფერი დავიდა ცხედრამდე, მაშინ როდესაც ახალგაზრდა ჯამრთელი ადამიანი, რომელიც დილით სახლიდან გავიდა და უბრალოდ მოკლდა. და აი ასეთი ტრაგედიები, ასეთი დანაშაულებები, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ჩადის, ახდენს, როგორ თქვა, აი ყველაფერს გადაუსვამს ხოლმე რასაც თქვათ რუსული პროპაგანდა აქ შეიძლება თავის საინფორმაციო, ასე თქვათ, ბრძოლით, ამ რბილი ძალით და ასე შემდეგ ცდილობდეს, იმიტომ რომ და ეს განწყობები აქ გარდამტეხი იყო, ესე მომჩვენაო, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია და ჩვენ სამწუხაროა, რომ აი ამ მაგალითებზე გვიწევს სწავლა, მაგრამ ფაქტია, რომ აი თუ კი კარგად გავიაზრებთ მთლიანად აი ამ პროცესს რაც ხდება,
მაშინ მივხვდებით რა მიგვიყვანა აქამდე, რატომ ხდება და რაღაცნაირი ილუზიები რუსეთთან დაკავშირებით რომ არ უნდა არსებობდეს, ეს ფაქტები ადასტურებს ამ ყველაფერს. კი, ნამდვილად ესეა, მაგრამ მეორე მხრივ ხა ცოტა შმაკის ადვოკატი რო ვიყო, ისმის ხოლმე კითხვა რომ აი რა უნდა ქნას პატარა საქართველომ მართლა მაშინ როდესაც მეზობელი არის რუსეთი და ვიცით რუსეთი რა არის. ანუ აი რა შეიძლება გააკეთოს სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური შეკითხვაა, ხო ეს არ არის მარტივი საკითხი. ნამდვილად, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იმით დავიწყოთ მაგალითად აი რა არ უნდა გააკეთოს. აი რა არ უნდა გააკეთოს ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ზოგადად იმ ძალამ, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა სურს ან ქვეყნის მართვაზე აქვს პრეტენზია, პირველი რაც არ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ არ უნდა დააბრალოს რუსეთთან ცუდი ურთიერთობა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ეს პირველ რიგში რასაკვირველია ეხება ქართულ ოცნებას, მაგრამ ეხება ყველას, ვინც აი ამ თემის გამოყენებით ცდილობს ხოლმე პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას და რატომ ვამბობ ამას, შეგვიძლია ჩვენ რომ ვიდეო ნახოთ, თუ შეიძლება რომ აი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებები გავიხსენოთ რუსეთთან ომზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და მერე გავაგრძელოთ დისკუსია და აი ზუსტად ამაზე ვსაუბრობ. აი რა არ უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა ძალამ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ქვეყნის მმართველმა, აი ახლა მოისმენ ზუსტად. რომ ლიახვისოფლები იმოგებოდა გაუგებარი ფორმირებებისაგან ოსეთის მხრიდან ჩემი აზრით სააკაშვილს აქ ჰქონდა ერთადერთი ქმედება რომ დაეცვა ეს სოფელი კონკრეტულად ამდენიმე მოსახლე შეიძლებოდა გამოეყვანა და საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა რაც ხდებოდა. ამის საპასუხოდ სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად გაუაზრებელი არადეკვატური ქმედება დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ეს ფიქსირდება ყველგან. გარდა ის სამი ტელემედია არხი, რომელიც მე უკვე ვახსენე და ამას გარდა ბევრი საინფორმაციო საშუალებები ცდილობენ საქართველოს მოსახლეობას დააჯერონ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სხვაგვარად. ის რომ სოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. რაც შეეხება ამ პროცესებს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი ანექსიისკენ, მაგრამ რეალობა ამით არ შეცვლია. დე ფაქტო რაც ჩვენ მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები და რაშიც სააკაშვილმა პირადად და მისმა მთავრობამ ძალიან ცუდი როლი ითამაშეს, ძალიან მძიმე როლი ითამაშეს. ეს შემდგომი ნაბიჯები გადადგმული რუსეთის, რა თქმა უნდა, ცუდია და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა. ეს თემა ძალიან მაღლა საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზე და განცხადებების დონეზე. იმის იქეთ რესურსებს მე პირადად ვერ ვხედავ. თუ რამე იცით და ვინმე მიცის გვაჩვენოს, რა რესურსები გაგვაჩნია. დიახ. თუ არა კონსტრუქციულობა და თუ არა ეს დამოკიდებულება, მე ამის შეცვლასაც ვერ ვხედავ. რატომ რისთვის და რა საით უნდა შევცვალოთ და რა უნდა გავაკეთოთ და რა რესურსები გაგვაჩნია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოთმინება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ პატარა სახელმწიფო ვართ ჩვენ და უნდა მოვახერხოთ ჩვენი ადგილი კარგად გავიგოთ, ჩვენი როლი კარგად გავიგოთ და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც ჩვენ ნახოთ ჩვენი ადგილი. წარმოგიდგენიათ, ეხლა რომ ნაციონალური მოძრაობა მართავდეს იყოს ხელისუფლებაში, დღეს რაც ხდება უკრაინაში, რა იქნებოდა საქართველოში. ალბათ წარმოგიდგენიათ და წარმოუდგენიათ ძალიან ბევრ მოქალაქეს. ყველაფერს ვაკეთებდი თავის დროზე მე და დღევანდელი ხელისუფლებაც, რომ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე სწორი ადგილი დავიჭიროთ. იყო ნამდვილად რაღაც მუქარის მინიშნებები, რაც რა თქმა უნდა ყოველთ მიუღებელია და ეს უპირველეს ყოვლისა რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს აღენებს სერიოზულ ზიანს. ჩვენი ადგილი უნდა ვისწავლოთო, მოთმინება უნდა ვისწავლოთო, ანუ მოთმინება უნდა ისწავლოს ახლა ირაკლი კვარაცხელიას მშობლებმა მისივე მოწოდებით. ანუ ის კი არ არის რომ ჩვენ თქო დავსხდეთ, ვიმსჯელოთ იმაზე, კი იქ აკეთებს მინიშნებას იმაზე თუ ვინმე რამე იცისო, მითხარეთო და მე მგონი რომ პოლიტიკური ოპოზიცია ძალიან ხშირად ეუბნება, რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში თუნდაც რუსეთთან მიმართებით, რა უნდა გაკეთდეს დასავლეთთან ერთად, მაგალითად პოლიტიკური ოპოზიცია პირდაპირ ეუბნება რომ კარასინთან პირისპირ
ჯდომა არის ქვეყნის ინტერესებისთვის ზიანის მომტანი, იმიტომ რომ რუსეთთან პირისპირ არ უნდა დარჩე და ილუზია იმისა თითქოს რაღაცა პროცესი მიმდინარეობს, პროცესი დაძრულია და საერთაშორისო საზოგადოება შეუქმნა აზრი, რომ ესენი იქ თავისით რაღაცას აგვარებენ და შეიძლება ჩვენი ლიმიტირებული დრო ამაზე აღარ დავხარჯოთ, ნამდვილად არ უნდა შეუქმნა, მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ, პირველი რაც არ უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ და პოლიტიკურ ოპონენტს რუსეთის აგრესია არ უნდა დავაბრალოთ მხოლოდ პოლიტიკური ქიშპობის და სიძულვილის გამო. იმიტომ რომ ეს ყველა შემთხვევაში უკან დაგვეწევა. ესე იგი, საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ემყარება ხანდახან რაღაც ილუზიებსაც ადამიანებში, ხო? აი, მთავარი არის ფუნდამენტი გავიგოთ ამ ყველაფრის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, რაზე გადის, ხო? მთავარი რაც არის აქ, არის ის, რომ რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო, ანუ მის ინტერესებში არ შედის საქართველოს არსებობა. აი, ძალიან მარტივად რო ვთქვა, საქართველოს აქ რომ არსებობს, ასეთი სახით მისთვის ეს არის პრობლემა. და ჩვენ ხშირად გვესმოდა ხოლმე, რომ აქ რაღაცა სააკაშვილის რიტორიკას აბრალებდნენ, რომ იქ ვიღაცას რაღაცა აი ზუსტად ვიცი რომ გზად გახსნა. ეს სპეციალურად დღეს ეს მოვიძია, აი როდესაც რიტორიკაზე ვლაპარაკობ და ასე შემდეგ. რიტორიკა არ, აი ძალიან გეგმაზომიერი პოლიტიკა აქვს რუსეთმა იცის რა უნდა საქართველოსგან. ანუ გავიმეორებ რომ უნდა ის რომ საქართველო არ არსებობდეს. ხო, ყველა ლიდერს ქონდა ალბათ საწყის ეტაპზე რაღაც ილუზია რომ რაღაცას თითქოს დაალაგებდა, რომ პირად ურთიერთობებში ლიდერებთან რაღაცას მოახერხებდა. შეუძლებელია ამის გაკეთება. ეხლა კლასიკური მაგალითია ეს, ჩვენ კომენტარებიც გვაქვს, ვიდეო კომენტარები, ამას გავუშვებთ ახლა, მაგრამ მანამდე წავიკითხავ, ეს არის 2004 წელი, იზვესტიასთვის მიცემული ინტერვიუ სააკაშვილის პუტინთან შეხვედრის შემდეგ. მე მივხვდი რომ პუტინ და ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე ხშირად ადანაშაულებენ, რომ რუსეთთან გაართულა ურთიერთობა, ხო? მე მივხვდი რომ პუტინს ყოველთვის ატყუებდა შევარდნაძე. ანუ წინამორბედებზე იყო ლაპარაკი, ეს იგივე ხდება აქ. სწორედ ამიტომ მქონდა მის მიმართ ეჭვები. ხომ გესმით? პუტინმა ვერ შეძლო საერთო ენის გამონახვა შევარდნაძესთან, რადგან შევარდნაძე არასდროს არავისთან არაფერს ასრულებდა. როდესაც მას შეფასებებში დავეთანხმეთ, ჩვენი დიალოგი მკვეთრად დათბა. ჩვენ მალე გავუგეთ ერთმანეთს, დავინახე რომ პუტინი სიტუაციას გაცილებით უფრო ფართო კონტექსტში ხედავს, ვიდრე მისი გარემოცვა და მე მას დაუჯერე. მას პატიოსანი კაცის თვალები აქვს, ზუსტად ასეა ეს. მან ყველაფერი შეასრულა, რასაც დამპირდა. შემდეგ როგორ განვითარდა, აქ სააკაშვილში კი არ არის პრობლემა. ან გამსახურდიაში, ან შევარდნაძეში, ან ივანიშვილში. პრობლემაა იმაში, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს ილუზიები რუსეთთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ცოტა ხანი გავა და აუცილებლად იმ კონდიციამდე მივა, რასაც რუსეთი აკეთებს თავისი პოლიტიკით. ამ ილუზიებსაც მე მესმის პოლიტიკოსების ცუნება, რატომ უნდებათ მოსახლეობას დაპირდნენ იმას, რაც შეუძლებელია, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა არის ძალიან რაციონალური, საქართველოს მოსახლეობა არ არის სულელი, იმიტომ რომ იმასთან რუსეთთან ცუდი ურთიერთობა უნდადეს და რუსეთთან არ უნდადეს მშვიდობა. აქედან გამომდინარე, როცა არის მოთხოვნა იმაზე, რომ გქონდეს შენს მეზობელთან ნორმალური ურთიერთობა, ყველა პოლიტიკოსს როგორც ჩანს უჩნდება ცდუნება იმის რომ უთხრას რომ აი მე დაგილაგებ ამას. არც ერთს არ ყოფნის იმისი ძალა რომ უთხრას სიმართლე რომ რეალურად რუსეთთან შეიძლება მხოლოდ ზიანის შემცირებაზე იმუშაო და რაც შეიძლება სწრაფად გაასწრო მისი ზონიდან, იმიტომ რომ რუსეთისგან ყველაზე დაცული და რუსეთთან ყველაზე მშვიდობიანი ურთიერთობა ყველაფერი შედარებითია, ხო? აქვთ იმ ქვეყნებს, ვინც რუსეთისგან თავი დააღწიეს და არიან დასავლეთის მფარველობის ქვეშ. ეს არის ესე, ეს არის უბრალოდ ფაქტი და შეგვიძლია რომ ეს სინქრონებით ვაჩვენოთ, ხო, ეს არის გამსახურდია სააკაშვილისა და ივანიშვილის კომენტარები, ნუ შევარდნაძეს დაკავშირებით შემდეგ ვიტყვით, ამ ნაკრებში არ არის შევარდნაძის კომენტარი, მაგრამ ვიცით შევარდნაძის რა პოზიციები ყო, მისი მმართველობის საწყის ეტაპში საერთოდ მისი მთავრობა ადმინისტრირდებოდა მოსკოვიდან, ხო? ახლა ყველა ძალოვანი მინისტრი იყო. ხო, ამას გულისხმობ, სწორედ. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. Я должен сказать вам. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდით და სიმბოლურია, რომ ჩვენ ხვდებით იმ ადგილას, სადაც პირველად პუშკინმა დადგა ფეხი ქართულ მიწაზე. ძალიან ლამაზად და პოეტურად გამოვიდა და ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ ბედის. შევთანხმდით, რომ უნდა მივიღოთ ზომები მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად შიდა ქართლში, ანუ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. ყველამ ვიცით, რომ იქ უსიამოვნო მოვლენები ვითარდება. ეს სისხლისღვრა უნდა შევწყვიტოთ, უნდა აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა. Я приехал сюда подружиться. მე იმისთვის ჩამოვედი, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან დავმეგობრდე. მინდა გითხრათ, რომ რეალურ ცხოვრებაში გაცილებით დიდ შტაბეჭდილებას ახდენს ვიდრე ტელევიზიით. ფიქრობ, რომ ძალიან გულწრფელი და გახსნილი საუბარი ჰქონდა.
მე არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. მე ამის არ ამჯერა, მე ფიქრობ, რომ ის რაც მოხდა და განვითარდა, ახლა მის ანალიზს არ დავიწყებ. ძალიან ბევრი გაუგებრობა იყო ორივე მხრიდან და ეს არ არის თანხმედრაში რუსეთის სტრატეგიასთან. იდენტურია ეს კომენტარები, გამსახურდია შემთხვევაში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა აღვადგინოთ ცხინვალის რეგიონზე და ჩვენ ვიცით რა მოხდა შემდეგ იქ, იმიტომ რომ რუსეთს აქ გეგმა ჰქონდა. სააკაშვილის კომენტარი ერთი წავიკითხე და მეორე გავიდა, ჩვენ ვნახეთ რა მოხდა 2008 წელს, იმიტომ რომ რუსეთს ჰქონდა ეს გეგმა. ივანიშვილი ამბობს, და ხედავთ რა ხდება ახლა. ანუ ეს არის გასააზრებელი, რაღაც ილუზიებისგან უნდა დავიცალოთ ყველანი და შევხედოთ რაციონალურად, რომ მის ინტერესში არ შედის საქართველოს არსებობა და აქედან უნდა ამოვიდეთ ჩვენი პოლიტიკა. ეს არავის არ ეგონოს, რომ ეს არის წმინდად ემოციური, რომ აი ვერ ეგუება რაღაცა ყოფილი ვასალების დაკარგვას თუ ასე შემდეგ. ამას ძალიან პრაგმატული ამოცანა აქვს. პირველ რიგში, პირველი ის არის, რომ თავისთავად რუსეთი დგას იმ დაშვებაზე, რუსული სისტემა, პოლიტიკური სისტემა დგას იმ დაშვებაზე, რომ დემოკრატია ერთგვარად შეუთავსებელია პოსტსაბჭოთა ხალხისთვის და აი ამ რაღაცა სივრცისთვის, ხო? ეს ერთი და მეორე, როდესაც შენ საზღვრებთან რუსეთი ხარ და შენ საზღვრებთან ვითარდება ქვეყანა, რომელთან საერთოდ საბჭოთა წარსული გაკავშირებს და ამ ქვეყანაში არის დემოკრატია, კეთილდღეობა, ხალხი ცხოვრობს კარგად, საუბრობს თავისუფლად და ასე შემდეგ, ეს ქმნის საშიშ პრეცედენტს ვირუსივით არის დემოკრატია, როდესაც ის არის წარმატებული და არის საფრთხე იმისა, რომ პუტინს შეუძვრეს თავის ქვეყანაში. და აქედან გამომდინარე, პირდაპირ სტრატეგიული ინტერესი აქვს, რომ მის გარშემო კონდეს ნაცრისფერი ზონა იმისთვის, რომ თავისი გეოპოლიტიკური სურვილები და გაცხადებული პოლიტიკური სურვილი აქვს, ეს არის საბჭოთა კავშირის ფაქტობრივად აღდგენა, ეს მას სურს, გასაგებია ეს გამოუარა, არ გამოუარა, ეს ცალკე საკითხი, მაგრამ ამას ეს ადამიანი იმეორებს, ის თulis რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა და თავისი ამოცანები აქვს და ამ ამოცანებისთვის სჭირდება რომ საქართველო იყოს ჩამორჩენილი რუსეთზე დამოკიდებული მაჩანჩალა სახით. ეს მას სჭირდება როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე გარე მოხმარებისთვის და ამასთანავე პუტინიც ვერ გავა იმ ფორმულიდან, რასაც ქვია რუსეთის ინტერესები, რომელშიც ჩვენ ვერაფრით ვერ თავსდებით. ანუ პუტინიც აკეთებს იმას, რასაც გააკეთებს. ალბათ თუ კი ასეთი მართლობა გაგრძელდა იქ მომავალიც მანამდეც ამას აკეთებდნენ ხო? როცა ელცინის დროს ძალა არ ქონდათ, ცოტა რბილად აკეთებდნენ თითქოს, მაგრამ ჩვენ ძალიან წვავეთ ვიწვნიეთ ეს ჩვენს თავზე, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. ბუნებრივია, უბრალოდ საწენისა, რომ ჩვენ არ ვიყავით მაშინ ფორმაში, რომ ბალტიისპირელებივით, თქვათ აი რუსეთის სისუსტით, გვესარგებლად და შესაძლებლობის პანჯარა გამოგვეყენებინა. ამიტომ დისკუსიები იმაზე, რომ აი ომი ვინ დაიწყო და საერთოდ კატასტროფული სახის დისკუსია. კიდე ამას ახალხანს ვისმენით, რუსეთის შემოუძღვაო ჯარსო, სააკაშვილი შემოუძღვა ჯარსო, ეს ვინც დააბრუნა პოლიტიკურ მდივნად, ისევ იგივეს იმეორებს და ერთი რამე უნდა გაიგოს კარგად მოსახლეობამ, რომ არც ერთ საქართველოს ხელისუფალს არ ექნება ჯადოსნური ჯოხი, ვერ შეცვლის რუსეთის ბუნებას. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ დიდი კოლაბორაციის შედეგად საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ძლიერ სახელმწიფოებთან ერთად. სწორედ ამიტომ იყო ფაქტობრივად ღალატის ტოლფასი ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში შესული ძალიან ცხადი პუნქტი, ძალიან ცხადი მუხლი, რომ საქართველო არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. თუ დასავლეთი არ უპირისპირდება რუსეთს, შენ გამო, ჩვენ როგორ უნდა დაუპირისპირდეთ მარტო რუსეთს? ჩვენ როგორ უნდა დაუპირისპირდეთ მარტო რუსეთს? ანუ ამ შემთხვევაში აი ეს ხო თავისთავად და ამ კითხვით რომ დავდიოდით პირველი 4 წელი, კაციშვილი პასუხს ვერ გვცემდა და ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენოთ კახა ბენდუკიძე სხვა შორის ძალიან ესეთი სიმბოლურია, იმიტომ რომ მე და შენ გვიზის შუაში კახა მაშინ როდესაც ამას ამბობდა ამ ეთერში ოლიმპიადაში მიგვეღო თუ არა მონაწილეობა და შემდეგ გაიშალა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და თუ შეიძლება ვნახოთ კახა ბენდუკიძის ეს და ვიდეო ვახორო იმედზე იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან. კი, ღია ეთერში. პირველი მე არ მინდა რომ ეს ადგილი გამოვიყენოთ ეხლა უკვე პოსტფაქტუმი ძახი რაღაც პოლიტიკური ლოზუნგებისათვის, ამიტომ მოდი ძალიან მარტივად. რა არის ჩვენი მომავალი? ჩვენი მომავალი არის, ანუ არ შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს მოძრაობის ბევრი ვექტორი. ეს არის აბსურდი. მოძრაობა ერთი მიმართულებით, ხო? ჩვენი მიმართულება არის დასავლეთი, არა ჩრდილოეთი, არა სამხრეთი, არა აღმოსავლეთი, არამედ დასავლეთი. ეს ერთი. მეორე. არის თუ შეგვიძლია თუ არა ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრები. არ არის ახლო საქმე,
მაგრამ შეგვიძლია უშლის თუ არა ამას ხელს ისომ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია არ უშლის ეგეთი მაგალითი არსებობს კვიპროსი მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია თურქეთის მიერ მაგრამ კვიპროსი გახდა ევროკავშირის წევრი ამიტომ ეს პრობლემა არ არსებობს იგივე ეხება ნატოსაც ნატოში გაწევრიანება კიდევ უფრო რეალისტურია თუ ჩვენ სწორად მოვიქცევით და ძალიან კარგია რომ ჩვენ ვიქნებით ერთიანები ამაში მესამე მეოთხე შეიძლება თუ არა რუსეთთან ურთიერთობების დაცვობით ჩვენ დავიბრუნოთ ტერიტორიები სანამ რუსეთი რჩება არადემოკრატიულ ქვეყანად ეს შეუძლებელია კარგია თუ არა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები კი ზოგადად ხა თუ მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდება რუსეთის ბაზარზე კარგია თუმცა ამას ეს დიდ საფრთხეს მოიცავს ვინაიდან ეს არასტაბილური ბაზარი იქნება პოლიტიკური მების გამო და მეხუთე თუ მეოთხე თუ მეექვსე დამავიწყო როგორ ვიცვლიდი ჩემი საზრით ჩვენი ქვეყნის მთავრობას ერთ წელიწადში ისევე გაუფუჭდება ურთიერთობები რუსეთთან, როგორც ეს მოხდა ყველა წინა მთავრობების შემთხვევაში. ეს არის ჩემი პროგნოზი, თუმცა აგერ შეგვიძლია დამიზნავდეთ მაგაზე, თუ უბრალოდ დავთქვათ, აგერ დღეს რიცხვია ავიღოთ, ერთი წლის შემდგომ შევიკრიბოთ და ვნახოთ როგორ ურთიერთობა იქნება ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს უკანას რუსეთთან. სამწუხაროდ ერთი წელიწადის შემდეგ კახა უკვე ცოცხალი აღარ იყო, შესაბამისად მისი ნიზლავიც ვერ გადავამოწმით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ რა მდგომარეობა ყოველდღიურად გატაცებული ადამიანები, რომლებიც აი მავთულხლართების გამო საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული პატრულები უნდა გამოიძახათ, იცოდნენ თქვა რამე დანაშაული თუ მოხდებოდა, ან რამე საფრთხეს თუ იგრძნობდნენ, ან რამე გაუჭირდებოდათ, იღვიძებენ უცებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხო, სწორედ ამ მავთულხლართების გამო. მოკლედ თავარი ის არის რომ გავიაზროთ ძალიან კარგად რომ ის რაც ჩვენ თავს ხდება რუსეთის გამო, გულისხმობ რუსეთის მხრიდან, ეს არის რუსეთის ბრალი და ეს კარგად ჩაიბეჭდოს ყველა პოლიტიკოსმა თავის თავში და მეორე რომ თავისთავად იმაზე თუ როგორ უნდა მოხდეს აი ამ საშინელი ქვეყნისგან მიღებული ზიანის მინიმიზაცია და რა გზა არის მნიშვნელოვანი, ამაზე ჯანსაღი დისკუსია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თავისთავად ომზე დისკუსიაც კი, აი რა დროს სწორად ვიმოქმედეთ, არ ვიმოქმედეთ ესეც მნიშვნელოვანია. ფორმატში რომ ვინ დაიწყო, არა ბრალის და გადაბრალების ფორმატში ბუნებრივია და არა. უნდა დავასხრათ რუსეთის წისქვილზე წყალი ამაზე ალაპარაკი, თორე ჩვენ შიგნით თან ტყუილა სიმართლეს მაინც შეერთურებს. სიმართლეს რომ ამბობდე, კი ბატონო, თქვი რომ აი ესეთი ვარ, პრისო რუსული სიტყვა რომ პრავდა რუბი ვარ და ვიძახი. ტყუილს იძახი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენ რაღაცა პოლიტიკური კაპიტალი დააგროვო შენი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ და ამავდროულად აზიანებ მთელი ქვეყნის, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის ინტერესს დიდი ხნით. ლაპარაკი იმაზე, რომ აი რუსეთთან რაღაც იმგვარად დაალაგდება ურთიერთობა, როგორც წარმოუდგენიათ ხოლმე მართლობის დასაწყისში, ან როგორც ეუბნებიან მოსახლეობას, ანუ რა ეს ნიშნავს იმ რუსეთთან ურთიერთობის დაალაგება რას ნიშნავს რეალურად, ხო? დავიწყებას იმ ტერიტორიების, რომელიც ახლა მას დროებით აქვს მიტაცებული, დანარჩენი ტერიტორიის მის გავლენის ქვეშ მოქცევა სხვანაირად შეუძლებელია დაალაგება, იმიტომ რომ თუ კი საქართველოს მიდის დასავლური მიმართულებით, აქ უკვე პრობლემა გაქვს რუსეთთან და უნდა კონდეს პრინციპული პოზიცია, თუ ამ გზას ირჩევ და ეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა უკვე ძალიან დიდი ხნის, მაშინ აქ არ შეიძლება შენ პრინციპებიდან გადახვევა, იმიტომ რომ აუცილებლად წაიტეხავს ქვეყანა წვირს. არ შეიძლება უბრალოდ და უნდა კონდეს პრინციპული პოზიცია და ერთი რამ მინდა ვთქვა, აი ყოველთვის არის ხოლმე დისკუსიებში შემოდის საკითხი, რომ ნუ რა ვქნათ აბა ეხლა მოდი ტანკებით ვებრძოლოთ, ვერ მოვერევით, ჯარისკაცები ჩვენზე მეტი ყავს და ასე შემდეგ. არა, ამაზე არ არის ლაპარაკი. პრინციპული პოლიტიკა არ ნიშნავს ომს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ომი რუსეთთან არ უნდა არავის დღეს მსოფლიოში და მათ შორის არც ჩვენ. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მძიმე იყოს ეს ჩვენთვის, მაგრამ პრინციპული პოლიტიკა სხვა რამეა, როცა შენ ინტერესებს არ აზიანებ. თუმცა ესეც უნდა ვთქვათ, რომ ობიექტურობა მოითხოვს, რომ ერთხელ სწორედ აი ტატუნაშვილის ამბის შემდეგ გარკვეული თანამშრომლობა შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ამან მაშინ ძალიან დიდი ესეთი რაღაცა ვთქვათ უკმაყოფილება გამოიწვია ოცნების ესეთ რაღაც ძველ ფრთაში, იმიტომ რომ მაშინ ძალიან დაიბნენ, თუ გახსოვს ტატუნაშვილის ყველობის შემდეგ 4-ზორია ტატუნაშვილის სის მიღების პროცესი, მაშინ ამას რა
რადიკალური ოპოზიციაც ნაციონალური მოძრაობის სახით ამ პროცესს გაემეჯნა, ევროპულ საქართველოს რაღაცა ხელისუფლებასთან კოლაბორაციაში დებდნენ ბრალს, მათ მიერ დაქვემდებარებული მედია რაღაც ინფორმაციებს გადასცემდა, რომ ეს არის რაღაცა ოცნებასთან შეკრა თუ ასე შემდეგ. იქიდან იქ ნუკრი კანთარია და ეს ვთქვათ სხვა პალეოქოცები კიდე თავისას ნერვიულობდნენ, რომ არიქა ქართულ ოცნებას ბოკერია მართავს, მაგრამ საბოლოო ჯამში ნორმალური, უკეთესი შეიძლებოდა, მაგრამ ნორმალური დოკუმენტი მიიღეს და ის კი არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი იმ დოკუმენტში რა ეწერა, არამედ თავისთავად აქტი თანხმობის იმის, რომ აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციაზე მყოფი პირები, არა ყველა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეთანხმდნენ და ძალა იყო იმისთვის, რომ ღირსეული, მეტნაკლებად ღირსეული პასუხი გაეცათ გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატონაშვილის მკვლელებისთვის და მათი მფარველებისთვის. ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ვიდეოც ვნახოთ, მაშინ თქვათ აი სერგი კაპანაძის გამოსვლა და არჩილ თალაკვაძის ზუსტად აი ოთხოზორია ტატონაშვილის სიის მიღების დროს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით, რომ ამ რეზოლუციას კონდეს დიდი მხარდაჭერა პარლამენტის შიგნით, იმიტომ რომ ეს რეზოლუცია არის გარკვეული პოლიტიკური რეაგირება ამ ტრაგიკულ ფაქტზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის ამ პრობლემის გადაჭრა, პრობლემის გადაჭრა არის უფრო კომპლექსური, პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი არის რუსეთის ფედერაციაზე მუდმივი ზეწოლა მაღალ დონეზე, პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი არის ჩართულობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების, პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია სწორი გზავნილის გაგზავნა ბოროტმოქმედებისთვის, რომლებიც იქ კლავენ ჩვენთან მოქალაქეებს, რომლებიც იქ არიან ადამიანის უფლებების შემლახველები. მაგრამ ეს რეზოლუცია არის გარკვეული გზავნილი პოლიტიკური ნაბიჯი, იმისი ჩვენება, რომ საქართველოს პარლამენტი მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა პოლიტიკურ გუნდებს შორის, მიუხედავად ასთა სხვადასხვაობისა, ერთიანად ძლიერად რეაგირებს ასეთი ტიპის შემთხვევებზე და ასევე ჩვენება გარკვეული ძალის, პოლიტიკური ძალის, რომ მიუხედავად ამ განსხვავებებისა ჩვენს თავში მათ შორის ვლახავთ აი ამ რაღაც დაპირისპირებას და ზადავარ და შეგვიძლია რომ ერთიანი პოზიცია დავაფიქსიროთ. ამ რეზოლუციის მიხედვით შექმნილი ოთხოზორი ტატონაშვილის სიაში შეყვანილი ადამიანები იმედია ორჯერ მაინც დაფიქრდებიან მანამ სანამ მორიგჯერ დაარღვევენ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებას და იმედია რომ დაფიქრდებიან მანამ სანამ გადაწყვეტენ რომ ვიღაცა მოკლან ან ვიღაცას რაღაც პრობლემა შეუქმნან. იმ ერთადერთი მიზეზით, იმ ერთადერთი мотивაციით რომ არ ენდომებათ რომ თვითონ გახდნენ სანქციების ობიექტი. არ ენდომებათო თვითონ გახდნენ აი როგორც წეგან იყო ნათქვამი რაღაც სამიზნე საქართველოს სახელმწიფოს და საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს რომ ასეთი ტიპის შავი სიები არის გარკვეულწილად ეფექტური. დღეს საერთაშორისო თანამეგობრობაში, დღეს საერთაშორისო პროცესებიდან გამომდინარე, რაც მიმდინარეობს ევროპაში, რაც არის რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, არის ნამდვილად ხელსაყრელი მდგომარეობა, რომ ამ სიაში აღმოჩენილი ადამიანები ასევე იქნა შეყვანილი ჩვენი პარტნიორების შავ სიაში. სიაში შევა ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი თანამოქალაქეების ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მიმართ ადამიანის უფლებათა დარღვევებში და მძიმე დანაშაულში იქნებიან ბრალდებული და მშავდებული. ჩვენი მთავარი მიზანი იყო რომ უმრავლესობას და უმცირესობას როგორც მინიმუმ პარლამენტში რეზოლუციაზე ქონოდა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება. პასუხისმგებლობას ჩვენ ცალსახად რეზოლუციაში ვაკისრებთ იმ მხარეს, რომელიც ახორციელებს სრულ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არჩილ ტატონაშვილის მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. და აი პრინციპულ პოლიტიკაზე რომ საუბრობდი, სწორედ ამაშია საქმე, რომ კი, აი ეს ნამდვილად კარგი ნაბიჯი იყო, ერთგვარი ძალის დემონსტრირება იყო, ძალიან გააღიზიანა მაშინ მახსოვს, აი ვთქვათ, პრორუსულად განწყობილი მცირე ნაწილი საქართველოს მოსახლეობის, მაგრამ ეს იყო ამოგლეჯილი, ანუ ეს არ იყო ერთი პრინციპული, თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილი და ძალიან მალევე გამოჩნდა. გასაგებია ეს რეზოლუცია მაინც კარგია. ამ მთავრობას თუ არა, შემდეგი მთავრობა მაინც გამოიყენებს ამ ყველაფერს და კარგია რომ თავის დროზე მიღებულ იქნა. მაგრამ პირველი არასერიოზული დამოკიდებულება ქართული ოცნების ამ რეზოლუციის მიმართ გამოჩნდა სიის შედგენისთანავე, იმიტომ რომ საქვეყნოდ ცნობილი რო არის ისეთი კვტარი ხალხი შეიყვანეს ამ სიაში, რისთვის შეიყვანეს, ანუ არც უფიქრიათ საერთოდ რა საკეთებდნენ და ამის მერე ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც მოწოდება გააკეთა ევროკავშირის ქვეყნებზე, რომ თქვათ აი ანუ განხორციელდეს თქვათ აი ამ რეზოლუციის მოთხოვნები ოთხოზორია ტატონაშვილის და არაფერი, არანაირი მოძრაობას არ ეს იყო უფრო თამარ, ეს იყო უფრო აი კრიზისულ ვითარებაზე რაღაცნაირად პასუხზე დათანხმება ხელისუფლების მხრიდან, ხო? ჩვენ რა გვჭირდება ყველას, რომ
და აბსოლუტურად გეთახმები ამაში, არავის არ უნდა კონდეს ილუზია, რომ ეხლა იქ რუსეთის საოკუპაციო ნაწილები რაღაც საშინელებას რო გადაწყვეტენ, მოკლან საქართველოს მოქალაქე გაიტაცონ და შემდეგ რომ ამას ვინმე სრულად აღმოფხრის. ეს ძალიან რთულია, ეს უნდა გვესმოდეს რა საფრთხის წინაშე ვდგავართ და ხელისუფლებასაც ვერავინ ვერ ეტყვის რომ შენ ამას ახლა სრულად უნდა მოუარო. ეს ასე არ არის, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ან ოპოზიციის პრობლემა. ყველას პრობლემაა და აქ გამოსავალი ძალიან რთულია, მაგრამ აი მინიმიზაცია რასაც ამბობდი. ეს და წყობრი პოლიტიკით წყობრი თანმიმდევრული პოლიტიკა, როდესაც ერთ წამში რო ერთს აკეთებ, მეორე წუთში მეორე სიძახი, მესამე წუთში არ გჯერა რომ ოკუპაცია შეიძლება იყოს ამის მიზანი. ეს არის დამღუპველი, იმიტომ რომ შენ გჭირდება დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა ამ საქმეში. ჯერ ეს ერთიც ის არის რომ ჩავეხსენით ფაქტობრივად, ხო? უკრაინის აი ამ ხელა 50 მილიონიანი ქვეყნის პრობლემა იდგა ევროპის შუაგულში, რომელსაც ჩვენ შეიძლება მივბმოდით და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უკრაინას ჩამოშორებოდა ჩვენი საკითხი და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, მაშინაც კი, როდესაც ობამამ დათბობა დაიწყო პოლიტიკის და ყველას ძალიან არ მოგვეწონა ეს ობამას საგარეო პოლიტიკა ძალიან ცუდი იყო, მე ესე ვიტყოდი, მაშინ მოხდა ეს გადატვირთვის და ამის ფარგლებში, მაშინაც კი საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ნამდვილად არ იყო ობამას ფავორში, სააკაშვილი არ იყო ობამას ფავორში, ნამდვილად განსაკუთრებით, იმიტომ რომ კამპანიას დაემთხვა მაშინ ომი და ჩაითვალა, რომ მაკეინმა ეს მის წინააღმდეგ გამოიყენა და ამ შემდეგ ნამდვილად არ იყო ამის ფავორში, მაშინაც კი ნებისმიერი რუსეთთან შეხვედრა თავდებოდა ტექსტით, სადაც იყო ლაპარაკი, რომ ჩვენ შორის არსებობს ძალიან მყარი და მკაფიო განსხვავებები და ეს განსხვავება არის საქართველო. უკავშირდება საქართველოს. ის რაც ხდება, ან ჩვენ დღეს ფაქტობრივად ხსენება აღარ ხდება. ერთი რამეა, აი ის რაც ხდება გალში, ის რაც ხდება ახალგორში. აი ეს ფაქტები, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ხო, როდესაც ადამიანებს გვიკლავენ პირდაპირ. ეს საკითხები დღის წესრიგიდან არ უნდა ჩამოდიოდეს. რაც შეიძლება ხმამაღლა საერთაშორისო არენაზე ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი. ჩვენ ხო უნდა გვესმოდეს ყველას ერთად, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ არ აქვს. ანუ საქართველოს ლაპარაკი სადაც არის, მუდმივად უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის თავს ვერ რაქნას პატარა ქვეყანამ, აი ეს უნდა ქნას, რომ საერთაშორისო დღის წესრიგი. არც ერთ შემთხვევაში აი ეს თემები რომ რუსეთთან რაღაც დიალოგი პირისპირ ეს არის დამღუპველი. და თან კიდე ერთი რა წარმოუდგენელია შენ რაიმეს მიაღწიო რუსეთთან პირისპირ დარჩენით და იმის ილუზიის შექმნით რომ იქ რაღაცა პროცესი მიდის და კიდევ ერთი რასაც ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე და სხვა შორის ლეგიტიმური არგუმენტია ეს რომ აი დასავლეთს არ უნდიხარ, აი ევროპა გადაიღალა, გაფართოება დიდი ხანი აღარ მოხდება, თქვათ იქ რაღაცა ნატოში არ გვიღებენ, აი ესეთი იმ ტემპით როგორც ჩვენ გვინდა. საბოლოო ჯამში იქ ხო გაცილებით მეტი პროგრესი გვაქვს ვიდრე რუსეთთან ურთიერთობაში, ხო? საბოლოო ჯამში ანუ რა გზაჯობია იმ გზით გაგრძელება, სადაც რაღაცა პროგრესს ვაღწევთ, ნელა შეიძლება ისეთი ტემპით ვერა და ამას ჩვენ ხო ჩვენი შვილებისთვის ვაკეთებთ, ხო? და სადაც პროგრესი გვაქვს და სადაც პროგრესს ხედავთ, უკვე ვიზოთ დავდივართ ევროპაში. სათავისუფალი ვაჭრობა შეგვიძლია ევროპასთან. ამას გარდა აი კიდე რატო არის, აი თქვათ ანაკლის სპორტი რუსეთზე მიბმული. ხო, ანაკლის სპორტი პირდაპირ უკავშირდება ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობას, იმიტომ რომ ევროპას მილიონი რეგულაცია აქვს იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი იქ მოხდეს, მილიონი რეგულაცია უნდა დააკმაყოფილოს და ერთ-ერთი მათ შორის ის არის, რომ ტრანსპორტირების პირობები უნდა არსებობდეს, დასაწყობების პირობები უნდა არსებობდეს, საიდანაც მიდის და აი სწორედ ამიტომ არის აი ანაკლის პროექტისთვის ხელის შეშლა ერთგვარად საქართველოს ევროპასთან დაახლოების შეჩერება მთლიანად რეგიონში ანაკლის თუმცა ერთი რაღაცაც უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება ძალიან კარგადაც ხვდებიან ახლა ქართული ოცნების წარმომადგენლები რაში ამოყვეს თავი და მაგრამ საკუთარივე დაპირების ძევლები არიან, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას გვპირდებოდნენ ჯერ კიდევ ივანიშვილამდე და ივანიშვილი საერთოდ მაგ დაპირებით მოვიდა, ხო, რომ ის დაალაგებდა რუსეთთან ურთიერთობას და მაშინ მახსოვს ქართული ოცნების კოალიციის წევრებს, რომ დავდებდით და როგორ ალაგებთ ამ ურთიერთობას, აი რის ფასად ლაგდება ეს ურთიერთობები, ვეკითხებოდით. მოყვავდა მოლდოვას მაგალითი, რომელსაც 1994 წლიდან კონსტიტუციაში უწერია, რომ ნეიტრალური ქვეყანა იქნება. მაგრამ დნესტრისპირეთი არავის არ დაუბრუნებია. უკრაინამ იანუკოვიჩმა ხო რა გააკეთა, ნატოზე უარი თქვეს და არაფერი ასოცირების ხელშეკრულების გზით მიდიოდნენ. იქაც რა მოხდა, ხო? ხო დავინახეთ და საკუთარი დაპირების მძევლები არიან კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირების მძევლები. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ოცნების დაპირებები, როგორ თქვათ ისა და საინტერესო ის არის, რომ აი ხა ამ თემაზე ებმის გარკვეულწილად, იმიტომ რომ ეს დაპირებების თქვათ რაღაცა განსხეულება ქართული ოცნების, ხო?
ხო? გარდა იმ 7 მილიარდისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სადღაც ედო, თქვა ხალხის თვალში რატო იყო მისი დაპირებები დამაჯერებელი, ხო? თორე ეგრე მანამდე წყვიროდნენ ახლა გაზი 5 თეთრად და წალი უფასოთო გვახსოვს ეგ, მაგრამ იმას არავინ არ დაუჯერა. და ბიძინა ივანიშვილს რატო დაუჯერეს? იმიტომ რომ არსებობდა ამ დაპირებების განსხეულებული მაგალითი ჭორვილა. და ძალიან მინდოდა რომ ჩვენს მაყურებელსაც გაეგო ჩვენი ეთერიდან და ზოგადად ნახოს ძალიან კარგი რეპორტაჟი გამოქვეყნდა Gem News-ზე თქვენივე ჟურნალისტის პირველის ჟურნალისტის რეპორტაჟია ჭორვილადან სადაც აღარაფერი აღარ არის უფასო. უпростоრად რაც უფასოა ყველაფერს იხდის გადასახადის გადამხდელი და თითქმის აღარაფერს აღარ იხდის ბიძინა ივანიშვილი ეს რეპორტაჟი გადახედე ალბათ და შეგიძლია. რა თქმა უნდა წავიკითხე ძალიან კარგი რეპორტაჟია თამარი ძალიან საინტერესოდ გაკეთებული და აი ერთ რაღაცას ვიტყვი ესე იგი ჭორვილის მოდელი გვახსოვს წინასარჩევნო ამაზე იყო ლაპარაკი და იმუშავა ამან ეს არის მთავარი აქ ერთ-ერთი მთავარი საკითხი რომ იმუშავა აი განსხეულებაო რაც თქვი ამან იმუშავა იმიტომ რომ ადამიანები ხედავდნენ ამას კი და მეორე საკითხი რომ სადღაც არის მილიარდები და ამ ადამიანს აქვს ბევრი მილიარდი და ამანაც იმუშავა ხა ადამიანი როდესაც ხედავს რომ მოდის პოლიტიკაში ვიღაც რომელსაც ბევრი მილიარდი და ამ დროს მობეზრებული ყავს თან წინა რა თქმა უნდა ეს კიდე ამის ერთი ცალკე დიდი თავია ხო ეს медლის ორი მხარეა ხო ეს ერთი სააკაშვილის ხელისუფლების სიძულვილი ამ შემთხვევაში და დაღლილობა მეორე ეს იმუშავა ამ ორმა საკითხმა მაგრამ ახლა უკვე დრო გადის ახლა ხო და თავისთავად უკვე ჭორვილაც აღარ არის ჭორვილა რასაც ყვირდებოდნენ და აი მაგალითად ეს მინდა წავიკითხე იმიტომ რომ ძალიან კარგად აჩვენებს თვითონ ამ ვითარების ტრაგიკულობას მაგალითად მილიარდერის კარის მეზობელმა მოხუცმა კაცმა ბატონმა გურამმა გითხრა რომ დახმარებების მოხსნა ივანიშვილს სააკაშვილმა აიძულა ბატონი გურამი სწორედ ექს-პრეზიდენტს აბრალებს იმას რომ ჭორვილელები ძველებურად დახმარებებს აღარ იღებენ თხოვა სააკაშვილმა ხალხი ბევრი უკმაყოფილო რჩებოდა მასწავლებლებს ხელფასებს რო უხდიდა ღელავდა ხალხი და ესეც შეეშვა გვიხსნის გურამ გამგებელი ესე იგი თამარ ჩიხლაძის ეს არაჩვეულებრივი რეპორტაჟი შეგიძლიათ ნახოთ ნახოს ჩვენმა მაყურებელმა ჩვენ ახლა გვაქვს რეკლამა რეკლამის შემდეგ ესე იგი დაპირებებზე იყო ლაპარაკი და ხო რეკლამა გავჭრის ახლა მაგრამ დავბრუნდებით და ვილაპარაკებთ ყველაზე ასე ვთქვათ საამაყო თემაზე ქართული ოცნებისთვის რაც იყო ეს არის ადამიანის უფლებები, მედია გარემო და ასე შემდეგ. თუმცა რეალურად ქართული ოცნება როდესაც მოვიდა, ეგზისტენციალური პრობლემები თუ არ ჩავთვლით ახლა რუსეთს, ხო? რომელიც თავარი ეგზისტენციალური პრობლემაა საქართველოსთვის, მოყარებული იყო ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, მოპოვებული ჰქონდა სახელმწიფო სერვისები გარდაქმნილი იყო, კორუფცია აღმოფხვრილი იყო, მტკივნეული რეფორმები, რასაც თქვა და ადამიანების შემცირება ჭირდებოდა თქვა ეკას. ყველაფერი განხორციელებული იყო და ქართული ოცნება მოვიდა სწორედ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სასამართლოს გაუმჯობესების მანდატით. კანონის, სასამართლოს ყველაფერი და ბატონი ბიძინა და ვნახოთ 7 წელი გავიდა. ჩვენ დღეს უკვე ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს და ამას დაუბრუნდებით რეკლამის შემდეგ და ადამიანის უფლებებზე ვისაუბრებთ რამდენიმე წუთში. ჩვენ ეთერში ვართ, თქვენ ღამის ამბებს უყურებთ, რეკლამის შემდეგ დავბრუნდით და გადაცემის ამ ნაწილში უნდა შევეხოთ კიდევ ორ თემას, მაგრამ დავიწყოთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, აი შესავალი. კომპილაცია აღმოჩნდა. ჭორების კომპილაცია აღმოჩნდა. შესავალი რაც გაუკეთეთ რეკლამამდე. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ აი ადამიანის უფლებები, მედია, სასამართლო და შემდეგ რა დაპირებითაც მოვიდა ქართული ოცნება, რითიც ასე ვთქვათ, წლების განმავლობაში ამბობდა, რომ მე შევცვალე ეს სიტუაცია, რეალურად აი რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში. ჩვენი ყურადღების ცენტრში ადამიანი არის, მართლაც აი ამითი მოხონდათ ხოლმე თავი განსაკუთრებით ამით იწყებდნენ ხოლმე საერთაშორისო ღონისძიებებზე საუბარს და მართლაც ესე იყო ბუნებრივია ხალხმა ხმა ოცნებას იმიტომიცა რომ რაც კარგი იყო შენარჩუნებული იყო და გაუმჯობესებული იყო და რაც ცუდი იყო და რა პრობლემები და სადაც ჩავარდნა იყო ეს იყო სასამართლო ეს იყო ადამიანის უფლებები ეს იყო სიხეებში ძალადობა აქ გამოსწორებული იყო და აი აქ მედია ბუნებრივია მათაც ციკლის თავისუფლება ამ მიმართულებით საქმე გამოსწორებული იყო და რეალურად ტრაგიკული ვითარება მივიღეთ აი ახლა თუ გადავხედავთ აი ამ ანგარიშს კი არა ყველაზე ესეთი ნიშანდობლივი თვალში აი ეს მომხდა ზუსტად ციხე მიუხედავად იმისა რომ ციხეში ახლა პატრონების რაოდენობა შემცირებულია ეს არის თავისთავად წერია რომ სისტემურ და მწვავე პრობლემად რჩება
კრიმინალური სუბკულტურა და პატიმრების ერთმანეთზე ძალადობა. ანუ ძალადობისგან პატიმრები დღესაც არ არიან დაცული, უბრალოდ ციხეს მართავენ ქურდები დღეს აი ესე გამოვიდა და აი ეს არის ზუსტად ესე იგი ის რაც ხდებოდა ციხეში, ნუ ეს არასოდეს არ უნდა განმეორდეს, მაგრამ ჩვენ არ გვაძლევს კმაყოფილების საფუძველს, რომ აი რაღაც მუდმივად რაღაც ძალიან ცუც ვადაროთ, ხო? ანუ წინ უნდა ვიყუროთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წესრიგის მოშლა არ არის, ანუ ერთია რომ ძალას არ გადაამეტო, მაგრამ მეორეა რომ ქურდებს არ ჩააბარო სახელმწიფო სისტემები და კრიმინალები არ მართავდნენ სახელმწიფო დაწესებულებებს. ამ ამბავში ყველაზე ტრაგიკული კიდევ ის არის, რომ რაღაც დგავს აი მრუდესარკის მტრევას, ანუ რომ არ მოგწონს შენი თავი იქ და ახლა ძალიან არასერიოზული მეჩვენება ლაპარაკი იმაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში თითქოს რაღაც ჭორების საფუძველზე. ეს ასე არ ხდება, ეს წარმოუდგენელი შეფასებები, ახლა ვისმენდი დღეს ამას. მე მგონი ყველაზე ადეკვატური აქ იქნება, რომ თვალი უბრალოდ უნდა გაუსწორო რეალობას და იფიქრო ამის გამოსწორებაზე თუ კიდევ შეგიძლია. ბუნებრივია და თან კომიკური რა არის გამახსენდა აქცენტი. თქვენ ცნობილ ეთერში კაჭანტირაძის მიერ ესეთი ნახსენები ჩეთი, აი ჩეთში ჩაგდებული მესიჯია ეს აშკარად, იმიტომ რომ ყველა როგორც ერთი იმეორებს ჭორების კომპილაცია, ეს სიტყვა უჭირავთ, რომ ეს არის კომპილაცია და აშკარად ჩეთში აქვთ ეგ ინსტრუქცია მიღებული, რომ ამას კომპილაცია დაუძახო და მე მაყურებელს უბრალოდ ვეთყვი, იმის გამო რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიწევს სულ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების კითხვა მისი არსებობის მანძილზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მისთვის სანდო ორგანიზაციებს ეყრდნობა იმისთვის რომ ამა თუ იმ ქვეყანაში იმ ქვეყნებში სადაც ის აი ამ ანგარიშს ადგენს მისთვის სანდო ორგანიზაციებს ეყრდნობა იმისთვის რომ ადამიანის უფლებების კუთხით სურათი დახატოს და ეს დოკუმენტი ითვლება სახელმძღვანელო დოკუმენტად ნებისმიერი ადამიანისთვის რომელსაც აი ამ ჩვენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა დაინტერესებს და რაც მართალია ამას ნახავს ყველა ინვესტორი რომელიც საქართველოში ფულის ჩადებას გადაწყვეტს ანუ აი ამ ანგარიშს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მათ შორის ადამიანების ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით იმიტომ რომ იმისთვის რომ აქ ინვესტიცია ჩაიდოს ის ინვესტორი თავს უნდა გრძნობდეს დაცულად და იმისთვის რომ თავს ის დაცულად გრძნობდეს ამისთვის ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული სასამართლო უნდა ფუნქციონირებდეს და მისი ინვესტიცია უნდა იყოს დაცული აი სასამართლოს რაც შეეხება აგერ მაგ ციტატა მაგრამ მანამდე ვიტყვი ერთ რამეს ესე იგი საკითხი რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რაღაც ჭორების საფუძველზე დაწერა ანუ რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაციამ ან არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ მოატყუა ახლა სახელმწიფო დეპარტამენტი ეს საკითხი უნდა მოიხსნას ეს არასერიოზულია ამაზე ჯობია არ ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ორჯერ ორი როგორ გინდა რომ მოხსნა როდესაც საქართველოს მართავს ის ხალხი ვინც ამ საკითხს არათუ არ ხსნეს არამედ შემოაქვს და ესეც სისულელეა მაგრამ ელენა ხოშტარიამ დღეს კითხა აღარ ვიცი ზალკალიანმა რა უპასუხა რომ ანუ თქვენ გჯერათო რომ მაიკ პომპეო დგას და ჭორებს ავრცელებს საქართველოს შესახებ რატო ხო აი მე მესმის რომ ხელისუფლების ხე ძალიან რთულია მაშინ ორი საკითხია ხო ან უნდა აღიარო რომ ეს ასეა ან რაღაც უნდა თქვა რაღაცნაირად ეს რაღაცნაირად თქმა არ გამოდის აი სასამართლოზე პირდაპირ ხო რა მოხდა ანუ რასაც ქვეყნის შიგნით ეუბნებიან ხელისუფლებას ის ახლა უთხრეს ქვეყნის გარედან სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩაიწერა პირდაპირ. აი მაგალითად სასამართლოზე, ხო? მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, არსებობს ინდიკატორები, რომელიც მიუთითებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებულობაში ჩარევაზე. მოსამართლეები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისადმი მოწყვლადები, როგორც სასამართლო სისტემის გარეთ, ისე შიგნით. ძიმე შეფასება, ძალიან ძიმე შეფასება სასამართლოსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს პირველად ხო არ მოგვისმენია. ნუ აქ მიდის არგუმენტებით ამაზე ლაპარაკი, მაგრამ აქ თუ ვინმე ამას იტყვის ხან რომელიმე პარტიის იარლიხს მიაკრავენ, ხან რას დაუძახებენ, ხან რას დაუძახებენ, ხო? არა, კაცი ბიზნამ ჭორულაში დახმარება რომ მოხსნა რაღაცნაირად მოახერხეს და სააკაშვილს დააბრალეს. ანუ ყველაფერი აი ესე რაღაცნაირად რაც იარლიკებს იტყამს მინიმალური კრიტიკაც კი. ხო, ეს ამორჩევლის ალბათ რაღაც ნაწილზე, ვისაც ამის მოსმენა უნდა შეიძლება მოქმედებს, შეიძლება ეს ამორჩეველი ამას იღებს, მაგრამ რეალობაზე თუ ვილაპარაკებთ, რეალობა არის სულ სხვა და წერია აქ და ეხლა თუ კი დავხუჭავთ თვალებს, მაშინ არაფერი არ გამოვა. მე მგონია რომ ეს დასკვნა, ახლა მხოლოდ სასამართლოზე წავიკითხე, მაგრამ ბევრი სხვა მიმართულებაა. არის ძალიან რთული ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ
ჩვენთვის ყველასთვის აქ რაც წერი ეს ჩვენ სახელმწიფოზეა ანუ თავარი რაც არის კიდე იქ არჩევნები ანუ როგორი დანიშნულოვანი დამძიმე არჩევნების შეფასება ბუნებრივია აქ ეყრდნობა ეუთოს იმიტომ რომ ეუთოს კომპეტენცია გაცილებით უფრო მაღალია ამ შემთხვევაში და მახსოვს მაშინ როდესაც აი ვთქვათ იგივე სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციაზე საუბრობდით სულ იყო ხოლმე საუბარი ანუ ჩვენ გახსოვს ალბათ სტუმრის სტატუსით როცა მოვდიოდი ამ ტელევიზიაში სულ ვიძახდი რომ მე მომხრე არა ვარ იმისი რომ სალომე არ არის პრეზიდენტი და აი აქ იმიტომ რომ იპრეზიდენტებს ის მაინც რა ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა იპრეზიდენტებს მაგრამ თავისთავად ის რომ მას ლეგიტიმაციის პრობლემა იქნება ეს უკვე ჩანს ყველა დოკუმენტში რაც არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა ეს არის ასე ვთქვათ ქართული ოცნების ყულავაში ძალიან მძიმე რამ რაც ჩაიდო ხო წინ 2020 წლის არჩევნებია როდესაც შენ გაქვს ასეთი გამოცდილება როდესაც დაგჭირდა ისეთ რაღაცებზე წახვედი მეორე ტურის წინ ეს ხომ დაწერილია ეს დოკუმენტია ეს არსებობს ეს წაიკითხეს ადამიანებმა და ამის მიხედვით დაგაკვირდებიან შემდეგ არჩევნებზე ამას გაიმეორებ და გააკეთებ თუ სხვანაირად იქნება ბუნებრივია და სხვა შორის არ ვიცი გახსოვს თუ არა არჩევნებიდან ძალიან მალევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და 6 თვე მისცა ხელისუფლებას იმისთვის რომ რეფორმები განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები განახორციელოს ბუნებრივია ამ შემთხვევაში თავარი ყურადღება მაინც არჩევნო სისტემაზე იყო იმიტომ რომ არჩევნებს უკავშირდებოდა ეს განცხადება და მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აი ზუსტად აი ამ ანგარიშის საფუძველზე აი ამ განცხადების საფუძველზე და ზოგადად საზოგადო მოსახლეობაში განწყობის საფუძველზე კონსოლიდაცია რაც პრინციპში ხდება კიდეც საარჩევნო სისტემის შეცვლის მიმართულებით იმიტომ რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციისთვის ან მათი მხარდამჭერებისთვის, არამედ ხელისუფლებისთვის, აი დღეს რომ სამთავრობო პარტია არის და მათი მხარდამჭერებისთვისაც ის, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს იმისთვის, რომ ესეთი თავკომბალა არ მივიღოთ და ზამბარა ისე არ გაიქაჩოს, რომ მერე მივიღოთ იგივე, როდესაც ერთი ძალის მოსვლა, მეორე ძალის გაქცევას და მას ნიშნავს იმიტომ რომ ხალხო იმისთვის რომ ჩვენ კარგად ვიყოთ მოქალაქეები, რომლებსაც ვთქვათ პოლიტიკაში მონაწილეობა ჩვენით არ გვაინტერესებს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ხო? იმისთვის რომ ჩვენ კარგად ვიყოთ, არჩევნების წაგება უნდა იქცეს ჩვეულებრივ მოვლენად. ჩვეულებრივ მოვლენად ეს არ უნდა ნიშნავდეს ადამიანებს გადახვეწას, ქვეყნიდან გაქცევას და ასე შემდეგ და სწორედ ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ რაღაცნაირი ერთგვარი კონსოლიდაცია მოხდეს, მათ შორის ქართული ოცნების წევრებიც მიხვდნენ იმას, რომ თვითონვე აწყობთ, რომ შემდეგი არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს და შანსი მიეცეს დაბალანსებული ხელისუფლების თამაშის წესები, ანუ ამოსავალი წერტილი რა არის? თამაშის წესები უნდა იყოს სამართლიანი და აი 100%-ით გეთახმებ იმაში, რომ ქართული ოცნებისთვისაა ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოპოზიცია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. იმიტომ ქართული ოცნება ახლა ქვემოთ მინდის და ოპოზიცია ზემოთ მინდის. და შეიძლება და სახელმწიფოსთვის და ჩვენთვის ვინც ამ სახელმწიფოში ვცხოვრობთ მოქალაქეებისთვის რა არის მთავარი დატოვებს ქართველი ხალხი ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში დატოვოს ოღონდ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად შეცვლის ესაც უნდა მოხდეს მშვიდობიანად აი როდესაც თამაშის წესები არ არის სამართლიანი აქ ჩნდება საფრთხეები რომ გავიდეს ამ მშვიდობიანი რელსებიდან პროცესი ხო აი ეს მე მგონი ყველამ უნდა გაითავისოს ოპოზიციამ ხელისუფლებებს ყოველთვის უჭირთ ამის გათავისება და მე რაღაც კრიტიკულ მომენტამდე მიდის პროცესი ხელისუფლების ცვლილება არ არის ტრაგედია. შენ თუ გინდა პოლიტიკაში დარჩენა, ოპოზიციაში გადასვლა არის ჩვეულებრივი ამბავი, შენ თუ პოლიტიკაში ხარ და ამით ცხოვრობ და ეს შენი პროფესია, ხან ოპოზიციაში იქნები, ხან მთავრობაში იქნები. ბუნებრივია. ესია ნამდვილად და სხვა შორის ხშირად იყო ხოლმე, აი მაშინაც მახსოვს, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ხშირად არის ხოლმე აი რაღაცა რევოლუციურ სცენარებზე და ასე შემდეგ საუბარი და ეს რაღაცა რევოლუციური სცენარებზე მუდმივი საუბარიც გარკვეულწილად წარსულს უნდა ჩამბარდეს, ოღონდ აქ ხელისუფლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ის უნდა შესაძლებლად ტოვებდეს არჩევნებში გამარჯვებას, ყოველგვარი აი ამ რაღაცა გიჟური რაღაცა სცენარების გარეშე, იმიტომ რომ თავისთავად ვარდების რევოლუცია იყო ძალიან დიდი მოვლენა საქართველოს ისტორიაში. მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მოვლენა, ოღონდ ვარდების რევოლუცია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, თუ მის შედეგად საქართველოში დამყარდება ისეთი სისტემა, სადაც ხელისუფლება იცვლება არჩევნებით. ერთხელ ეს უკვე მოხდა.
არავის არ ჯეროდა, რომ ეს ესე მოხდებოდა, ძალიან ბევრს არ ჯეროდა, მაგრამ ეს ესე მოხდა. უნდა მოხდეს ეს მეორედ, მესამედ, მეოთხედ და აი მაშინ შეიძლება უკვე და მე ხანდახან მიყვირს ხოლმე აი ვარდების რევოლუციის ლიდერებისგან აი ეს განსაკუთრებით ეს რევოლუციური სულისკვეთება, იმიტომ რომ ის ვინც უფრთხილდება ვარდების რევოლუციის იდეალებს, სწორედ ის უნდა ზრუნავდეს პირველ რიგში იმით, რომ არჩევნებით გაუშვას ეს ხელისუფლება სახლში და ვარდების რევოლუცია წარმატებად აქციოს, რომ დემოკრატიული სისტემა შექმნა ლიბერალურ დემოკრატიაზე დამყარებული სახელმწიფო შეიქმნა მის შედეგად აი ამ ადგილას რასაც საქართველოს ჩვენ ბევრი დრო არ დაგვრჩა, მაგრამ დაგვრჩა თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის თვითონ ხელისუფლების შიგნით რა ხდება. ეს ეხება ამ კონკრეტულ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრს. ძალიან ისეთი უცნაური სიტუაცია შეიქმნა, გამოვიდა იუსტიციის მინისტრი და პრაქტიკულად თქვა, რომ წასასვლელად იყო მზად, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ის არსად არ წავიდა და დაუთმეს და ამაში არის ლოგიკა, რატომაც შეიძლება ეს მოვხდარიყო. ღიად თქვა, პრინციპში თქვა, რომ თუ არ დამითმობენ, წავალო და დაუთმეს და რატო დაუთმეს, სულ შეიძლება რომ იფიქრო, რომ აი რანაირად ხდება ესე, რომ სამი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, აგერლამის არის უკვე მესამის გამოცვლაზეც შეიძლება დაიწყოს საუბარი, ხო? ამდენი პოლიტიკური, აი ვთქვათ, თვითონ თეას პარტია ჩამოშორდა, ქალბატონი თეას პარტია ჩამოშორდა მას ქართულ ოცნებას და თეა მაინც რჩება. და თან ყველაზე ესე რომ ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მინისტრია რეალურად. ანუ ერთ-ერთი ყველაზე მარცხიანი მინისტრია და თან ისეთ თემებზე, ისეთ საკითხებზე, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ტაბულას, რომელიც ტაბულას ბავშვების დაბადების დღე აქვს 15 მარტს გამოვიდა პირველი ნომერი, ზუსტად 15 მარტი დადგა ვულოცავ ჩემ გონს ნამდვილად. აი ესე ხო, და ტაბულას ჰქონდა ძალიან კარგი. ანუ პირველი, ანუ თავარი რა იყო თეას ამოცანა იუსტიციის სამინისტროს, აი ეს ექსტრადიციები ეხება სწორედ. მან ვერ შეძლო დავით კეზერაშვილის ექსტრადიცია, საფრანგეთშიც წააგო სასამართლო, დიდ ბრიტანეთშიც წააგო სასამართლო. მან ვერ შეძლო ამოუგდეს წითელი ცირკულარიდან ზურაბადეიშვილი და ექსტრადიციაზე რამდენჯერმე მიმართა უკრაინის მხარეს, თუმცა უშედეგოდ. არ დაკმაყოფილა დათაახალა იას ექსტრადიციის მოთხოვნაც კი, სადაც წულუკიანი მუშაობდა. ანუ ესეც მისი მარცხი იყო. მორიგე მარცხი თეა წულუკიანი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განიცადა და 2015 წლის ივლისში ინტერპოლმა სააკაშვილის წითელი ცირკულარის ძებნაზე უარი განაცხადა. 2016 წლის 7 მარტს სტრასბურგის სასამართლო წააგო მე-18 მუხლის დადგენა დაურგვირდა იურის, რომელსაც ამდენი დრო აქვს მერაბიშვილის საქმეზე და სულ 3 თუ 6 შემთხვევაა მე მგონი, სადაც ეს დადგენა და აზერბაიჯანში გამოუშვეს აგერის პატიმარი, რომლის მიმართაც მე-18 მუხლის დადგენა და იგივე ანის უბელიანის და თამაზ ახობაძის შემთხვევა, ხო? ანუ წააგო ეს სასამართლოები თუნდაც ამ სასამართლოს პირობებში და მოუწია შიმშილობის და ბევრი სამარცხვინო ცირკის შედეგად უკან დაბრუნება. ერთადერთი ღირსება ამდენი მარცხის მქონე მინისტრს ერთადერთი ღირსება აქვს. ძალიან თანმიმდევრულად და ესეთი მწვავედ ძულს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები. აი ეს არის მისი ღირსება და მე ვთვლი რომ ძალიან ლოგიკური იყო ის რომ მას დაუთმეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ღარიბაშვილის დაბრუნება ოცნების დეზინტეგრაციის ფონზე აზრს კარგავდა, იმიტომ რომ ერთი სიძულვილის მაშინ ღარიბაშვილისთვის დააბრუნეთ უწულუკიანს არ უთმობ. ხო, აი ამ ლოგიკას გავაგრძელებ. რა თქმა უნდა ამ ფონზე ხდებოდა, დაბრუნდა ღარიბაშვილი და ეხა უცებ გავიდეს მაგრამ რა არის აქ კიდევ მნიშვნელოვანი და ეს ძალიან საინტერესო დეტალია. შენ მიდიხარ თუ შენ გიშვებენ, ხო? ეს პრინციპული საკითხია ლიდერისთვის ყოველთვის, არა? მან რაღაცნაირად დაასწრო მოვლენებს, ის გამოვიდა დარჩა შტაბ-შეწლება რომ სურდა ჟურნალისტებისთვის რაღაც ეთქვა და მან თქვა რომ აი თუ ეს ასე არ მოხდება მე წავალ. ანუ მან ინიციატივა აიღო. შანტაჟა ივანიშვილი და ინიციატივა აიღო, ახლა მისი გასვლა ხელისუფლებიდან არავის სურდა, მით უმეტეს ამ ფონზე, ხო, როდესაც შენით მიდიხარ, ეს წარმოიდგინეთ ახლა ივანიშვილის რომელიც პარტიაში იქ სიტუაციას ალაგებს. ხო, და ამოჩანა ის არის, რომ სიძულვილით მოტივირებულ ამორჩეულს გადის. ანუ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მას ამ ეპიზოდში დაუთმეს. შემდეგ რა როგორ მოხდება, არ ვიცით, მაგას ვნახავთ მომავალში, მაგრამ ეს ასე მოხდა. მე პირადად ამ ლოგიკას ვხედავ, რაც აქ ითქვა. და ძალიან ესეთი იყო, ღიმილის მომგვრელი იყო პრემიერის ბახტაძის სიტყვები, რომ წარმოუდგენელია ჩვენი გუნდი თეას გარეშეო, რაღა დაგიმალოთ ჩემთვისაც წარმოუდგენელია ქართული როგორ დარჩა ამდეხანს წულუკიანი ამ თანამდებობაზე, ყველა ამაზე ლაპარაკობს. იყო ერთი საკვანძო მომენტი მის სამთავრობო, ასე ვთქვათ, მუშაობაში, ეს იყო, როდესაც ალასანიას პარტია
ჩამოშორდა, ანუ როდესაც ასე ვთქვათ, ალასანიას კრიზისი იდგა მთავრობაში, იქ საჭირო იყო შემდეგ კიდევ ერთი მინისტრი და შეიძლება მთავრობა დაშლილად გამოცხადებულიყო. გვაქვს ეს კომენტარები, მოვისმინოთ მაშინ წულუკიანმა რა პოზიცია დაიჭირა, ის შევახსენოთ მაყურებელს, რომ თავიდან იყო ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი. კი, ნამდვილად ასე იყო. მანამ მე მაქვს სახელმწიფოსთვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის მუშაობის სრული თავისუფლება. მანამ მე და ჩემს გუნდს ამ სამინისტროში გვაქვს თავისუფლება ვიმუშაოთ რეფორმებზე, რომლებსაც ჩემი ღრმა რწმენით მივყავს საქართველო ევროპამდე და მანამ არ მაქვს და არ მქონია არანაირი საფუძველი. მე ფიქრა, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის. მე და ჩემი გუნდი ვრჩებით იუსტიციის სამინისტროს სათავეში და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს სახელმწიფოსთვის. მე დღეს მიმართავ ჩემს მეგობარს, ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერს, ირაკლი ალასანიას და დავტოვებ ამ პარტიას. მე მათ უსურვებ წარმატებებს, მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მგონია, რომ იმ კონტექსტში დღეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს სასარგებლოდ და მე მჯერა, რომ რაც არ უნდა იყოს სიძნელეები, ხარვეზები მთავრობის მუშაობაში, მთავრობას აქვს ერთადერთი კურსი, ეს არის ევროატლანტიკური კურსი. აი ეს როდესაც იყო მთავრობაში ეს ევროპული ამბები. საქართველოს სასარგებლოდ მეუღია ეს გადაწყვეტილება. როდესაც იყო ეს მომენტი, მან გადადგა ეს ნაბიჯი, უბრალოდ არ გადადგა ნაბიჯი და დარჩა მთავრობაში ეს რაღაც პერიოდი მას დაუფასდა ბუნებრივია, მაგრამ ეხლა სხვანაირი სიტუაციაა. კი, მაგრამ ახლა ეგრე მაშინ ისეთმა ადამიანებმა გადადგეს ეს ნაბიჯი, ახლა თეატრულუკიანი ვინ იყო ირაკლი ალასანიასთვის ისეთი, რაც ვიკადოლიძე, ზურაბ აბაშიძე და ასე შემდეგ. ხო, იმათაც გადადგეს იგივე ნაბიჯი და ხელისუფლებას ფაქტობრივად დაუბრუნდნენ. და პლუს ის რომ ფაქტია რომ ივანიშვილს სჭირდებოდა მე მაინც მგონია რომ წულუკიანის მთავარი ღირსება რაც მას ამ თანამდებობაზე აძლევინებს არის მისი ძალიან ძლიერი სიძულვილი რაშიც ძალიან სინქრონულია ივანიშვილთან და აი ეს განაპირობებს მე რომ ხანდახან იმისი უნარიც აქვს რომ ივანიშვილი დააშანტაჟოს. ესე იგი ჩვენ დასასრულისკენ მივდივართ, ერთი საინტერესო პროცესი დაიწყო ასევე ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს მხარს უჭერდნენ, მასთან ახლოს იყვნენ, აი დეზინტეგრაციის პროცესს რომ ახსენებ ხოლმე შენ, ხშირად ხო? უკვე პარტიის გარეთ, ანუ ეს მხარდამჭერებში, ცნობილ ადამიანებში, რომლებიც მის გარშემო იყვნენ, იწყება რაღაც პროცესი, მე არ ვიცი საბოლოოდ რა ორბიტაზე გულისხმობ და სხვებსაც კიდევ მასთან ერთად საბოლოოდ რა პლატფორმაზე რა ორბიტაზე აღმოჩნდება ეს ყველაფერი არჩევნების წინ ძნელი სარტყმელი ამ წუთას, მაგრამ ფაქტია რომ პროცესი უდავოდ საინტერესოა. დღეს მაღრაძის განცხადებებს უსმენდი და ბევრი რამ მენიშნა ძალიან საინტერესოა. შევხედოთ ესეც ხომ არ არის ბრძოლა რეალურად ადგილისთვის ბიძინას ქვეშეთში, იმიტომ რომ მისმა მეგობარმა, რომელიც აი რა მოძრაობად დაანონსა იმის სათავეში, იდგა თავის დროზე უცნობი. მაშინ ინგა გრიგოლიასთან ეთერი მახსოვს, თქვა რომ ოპოზიციაში ეპატიჟებოდა თვითონ ივანიშვილს და არა ვარ დარწმუნებული რომ აი ეს ყველაფერი ისევ ბიძინას ქვეშეთში, მზის ქვეშეთში არა, ბიძინას ქვეშეთში ადგილისთვის ბრძოლა არ იქნება, თუმცა შევხედოთ, ნახოთ ყველაფერი წინ არის და ჩვენ კვირაში ერთხელ გაგიზიარებთ ხოლმე ჩვენ შტაბ-ეტირებას. მოკლედ, დღევანდელი ეთერი ამით სრულდება. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს იმისთვის, რომ იყო ჩვენთან ერთად 1 საათის განმავლობაში. მომავალ შეხვედრამდე, მომავალ ხუთშაბათს მე და თამარი კლავ ამ სტუდიაში. კარგად გრძელდებოდეთ, ტკბილი ძილით. ნახვამდის.